ზაფხულში ხშირად შეიძლება დავინახოთ ციფრიფანა პეპლები, რომლებიც ტბის ან მშვიდი მდინარის ზედაპირზე ფიფქებივით დაფარფატებენ. ესენია მედღეული ფარვანები. სახელწოდება ასახავს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას, მხოლოდ ერთი დღე ან ამ დღის რამდენიმე საათი. მედღეურის დაბადების ან სიკვდილის დღე ერთია. ერთი დღის სიცოცხლე უსასრულობის წინაშე არაფერია, ნულია. ნული გამრავლებული 60-ზე, 80-ზე, 90-ზე, ან თუნდაც ადამიანის სიცოცხლის 930 წელიწადზე, მაინც ნულია. ჩვენი და მედღეული ფარვანას დღეები მარადისობის წინაშე ერთი და იგივეა. ყველაფერი დროებითი მარადისობის წინაშე ნულად იქცევა. ჩვენი დროებითი ყოფიერება მარადისობის წინაშე ისეთია, როგორც მედღეული სიცოცხლის წამი. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს ვწვალობთ, აქეთ-იქეთ ვაწყდებით, ვფარფატებთ, მაინც დროებითი ვართ, ხოლო უსასრულობის წინაშე დროებითი უდრის ნულს. ყველაფერი, რაც გვაქვს, ადრე თუ გვიან ნულად იქცევა. იესოს მოსაუბრე მთავართაგანი არის როგორც მედღეული პეპელა, რომელსაც არ შეუძლია შეწყვიტოს თავისი სიკვდილის ცეკვა. როგორც მისი თანამედროვე მეფე ჰეროდე, რომელიც თავისი ძალაუფლების გამტკიცებისაკენ მიისწრაფვის, ან როგორც უმეცარი ხალხი, რომელიც ისევ კარგი მეფის მოსვლის იმედითაა, კვლავ და კვლავ იმედგაცრუებული რჩება. როცა უფალი ამბობს, რაც გაქვს ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში და გამომყევი. მას მთავრის მზერა მისი სიმდიდრიდან გადააქვს თავის თავზე, როგორც მხსნელზე. მხოლოდ მას შეახსნა ნულზე გამრავლებისაგან, უაზრო ტრიალისაგან სიკვდილის ცეკვაში, აუხდენელი ოცნებებისა და იმედგაცრუებისგან, ვინაიდან კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელია.